თავიდან იყო განცხადება, რომ უკრაინას სამხედრო დახმარებას უჩერებდნენ, ვეღარ ხერხდებოდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გადაცემა. შემდეგ იყო, რომ ეს მხოლოდ ერთი ეპიზოდი იყო და სხვა ნაწილში შეფერხება არ არსებობსო. ამის შემდეგ უკვე გაჟღერდა განცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთის მიმართ შეიძლება ახალი სანქციები დაწესდეს. და ცოტა ხნის წინ მაგალითად New York Times-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს იმას, რომ დაწერა უფრო სწორედ ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი იარაღის პარტია უკრაინაში გასაგზავნად მზად არის. ახალი პაკეტი მოიცავს პატრიოტის სისტემებს, რაკეტებსა და საბრძოლო მასალას. გაზეთის წყაროებით ცნობით, იარაღის თითქმის მთელი ნაწილი შესაძლოა უკრაინაში დაუყოვნებლივ გაიგზავნოს, ასევე New York Times-ი აღნიშნავს, რომ ეს არის ან არსებული მარაგებიდან აყებული, ან ახლად წარმოებული იარაღი. ამ მიმართულებით რა შეგვიძლია პრინციპში რომ ვთქვათ და როგორ შეგვიძლია რომ შევაფასოთ ერთის მხრივ გასაგებია რაღაც საუბარი რომ დაბრუნდეს რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან, თუმცა თუ კვლავ გაგრძელდება შეიარაღება იმ ხარისხით, როგორც აიარაღებდა ამერიკა უკრაინას, მაშინ სად ჩანს პერსპექტივა ომის დასრულებას? მაგ ხარისხით სავარაუდოდ არ გაგრძელდება, ვერ გაგრძელდება, იმიტომ რომ შინაარსი ეხლანდელი ამერიკული განცხადებების არის ის, რომ ამერიკა თავისი ფულით აღარ გაუგზავნის უკრაინას იარაღს, ოღონდ მიყიდის ევროპელებს და ევროპელების ფულით ნაყიდ იარაღს გადაუგზავნიან უკრაინას. თუ საწყისი 2 წლის განმავლობაში ომის უკრაინა იღებდა ამერიკისგან და ევროპისგან ჯამურად ფინანსურ დახმარებას და სამხედრო დახმარებას, ამ ფულს იღებდა ორივე მხარე, ეხლა როგორც მინიმუმ ფინანსები იქნება ევროპის, ასე რომ აქედან გამომდინარე ყველა ვარიანტში იმ მასშტაბზე გასვლა, რომელიც იყო, ძალიან ძნელა წარმოსადგენია მხოლოდ ევროპისთვის. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დახმარება არ იქნება მნიშვნელოვანი. რაც ახლა ხდება, ამაზე მაგალითად ტრამპის ინაუგურაცია რო ხდებოდა, მაშინ ჩვენ ვარჩევით, აი როგორ შეიძლება განვითარებულიყო მოვლენები, რა ვერსია იყო ყველაზე მაღალი ალბათობის და მაშინ ვამბობდით, რომ ყველაზე მაღალი ალბათობა მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, როცა ტრამპი იძახდა, რომ იქ რაღაცა თავიდან ამბობდა, რომ ერთ დღეში მოვაგვარებ ომის პრობლემას, ერთ დღეში დავასრულებ, შევარდები და მოვილაპარაკებ. მე ამბობდა, როცა უკვე დადგა პირველი დღეები, 100 დღეში უნდა დავასრულო ომი. ხო და აი ეს ვადები იცვლებოდა. თავიდანვე ჩვენ ვთქვით, რომ ყველაზე მაღალი ალბათობაა იმის, რომ რუსეთი საერთოდ არ აპირებს არანაირ მოლაპარაკებას, ეს გეგმები არა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ რუსული მხარე რიტორიკის დონეზე მზაობას აჟღერებდა დემონსტრაციას ახდენდა მოლაპარაკების სურვილის. ჩვენ ვამბობდით, რომ რუსეთის მოტივი იქნება სავარაუდოდ გაწელოს მოლაპარაკების პროცესი, შექმნას ილუზია, რომ შვიდობის დამყარებისთვის მზად არის და ეს გაწეული დრო გამოიყენოს იმაში, რომ ამ მონაკვეთში უკრაინის შეიარაღების ინტენსივობა იქნება შემცირებული. კოალიციის, დასავლური კოალიციის შიგნით იქნება უთანხმოება, მათ შორის რაღაც კონფლიქტებიც, რაც ქონა ადგილი, ასთა სხვადასხვაობა და აი ეს დრო რაც შეიძლება დიდი ხანი, რომელიც გარკვეულწილად დაკარგული იქნება უკრაინისთვის, გამოიყენოს ფრონტზე, გამოიყენოს საკუთარი მარაგების შესავსება და საბოლოო ჯამში გაირკვევა, რომ შეთანხმება ვერ შედგა. ეს იყო ჩვენი სხვადასხვა ვერსიებს განვიხილავთ, უბრალოდ ვამბობთ, რომ ყველაზე მაღალი ალბათობა იქ ცხადია ზუსტად ცოდნა მხარეები რა ნაბიჯებს გადადგამდნენ ძნელი იყო, მაგრამ ყველაზე მაღალ ალბათობას ვამბობთ ამას და როგორც ჩანს კი არა პრაქტიკულად გაირკვა, რომ ეს ხდებოდა კიდეც. როგორც ჩანს ტრამპისთვის და ტრამპის ადმინისტრაციისთვის მას შემდეგ რაც აშკარა გახდა, რომ უბრალოდ ატყუებდნენ და ილუზიაში ატარეს ნახევარი წელიწადი და მათ შორის ამან მნიშვნელოვანი ზიანი მოუტანა ტრამპს, მას ძალიან დიდი ამბიციური გეგმები ქონა, როგორც შიდა პოლიტიკის მიმართულებით, ისე საგარეო მიმართულებით და თავარი ამბიციური გეგმა იყო რაღაცნაირად ჩინეთის შემაკავებელი პოლიტიკის ფორმირება და გამოვიდა, რომ ნახევარი წლის განმავლობაში ძირითადი მიმართულება, რაზეც კონცენტრაცია უწევდა, იყო უკრაინის მიმართულება. ანუ ვერსაიდ ამ თემიდან სხვა თემებზე კონცენტრაცია ამერიკამ ვერ შეძლო და ეს თემაც მოუგვარებელი დარჩა.
და გარკვეულწილად ერთი რომ ტრამპი გაბრაზებულია, ანუ თან მისი ფსიქოტიპიც ეგეთია, რომ ის რაღაც განსაკუთრებით ემოციურად იღებს უპატივცემლობას, წარუმატებლობას, თან ზედმეტად ბევრი ჩადო, ასე ვთქვათ, დიდი ფსონი დადო, დიდი ძალიან რიხით აკეთებდა განცხადებებს ამ ომის დასრულებასთან დაკავშირებით. ერთი რომ უკმაყოფილოა, გაბრაზებულია და ნაწყენია და მეორე ეხლა რადგან არ გამოვიდა არც რუსეთ-ჩინეთის კოალიციის დაშლა და არც უკრაინის ომის შეჩერება, ეხლა მისთვის მნიშვნელოვანი მარცხი იქნება უკრაინის ფრონტის ჩამოშლა რუსეთმა რომ ტრამპი გააცურა და მე მთელი უკრაინა დაიკავა, ეგ იქნება, ასე ვთქვათ, გაფორმებული გეოპოლიტიკური მარცხი ტრამპის პრეზიდენტობისთვის. ამიტომ გარკვეულწილად ის ასე ვთქვათ მოყვა და ხაფანგშია იქიდან გამომდინარე რომ მეორეს მხრივ სასწორზე დევს პრობლემა ტრამპის ამორჩევლებში ძალიან არაპოპულარულია შეიარაღებისთვის ფულის გამოყოფა ამერიკელების ბიუჯეტიდან. ანუ ამერიკელი გადასახადების გადამხდელების მილიარდები მიდის უკრაინაში, ამაზე დიდწილად აგებდნენ ტრამპი და ტრამპისტები თავის საარჩევნო კამპანიას. ანუ ერთი რომ უკრაინამ ახლა კოლაფსი მოუვიდეს და დამარცხდეს, ეს მისთვის პრობლემა იქნება, მაგრამ მეორე აიღოს და ისე მილიარდები გაუგზავნოს უკრაინას ამერიკული ფულიდან ეგეც პრობლემა იქნება. ამიტომ გარკვეული თვალსაზრისით როგორც ჩანს ტრამპმა მონახა ყველაზე ეფექტური, ჭკვიანური და თავისი, ასე ვთქვათ, ამოცანებიდან მომგებიანი გამოსავალი. ის განცხადება, რომელიც მან გააკეთა, რომ აღარ დავეხმარები უკრაინას და წყვეთ შეიარაღებას რაღაცა და მე ერთ კვირაში გააკეთა, რომ ახლა ვეხმარებიო. დიდი ალბათობით მიმართული იყო ევროპელებზე. მიდიოდა როგორც ჩანს ევროპელებთან ვაჭრობის პროცესი, რომ ეიძულებინა ევროპელები დათანხმებული იყვნენ თანხების გაზრდაზე უკრაინისთვის შეიარაღების შესყიდვის მიმართულებით და ამერიკული იარაღი მიეყიდა მათთვის და აი ამ ვაჭრობის და დაძაბვის ფორმა იყო როგორც ჩანს ევროპელებისთვის, რამაც გაჭრა და ეხლა ევროპელები რიხით და რაღაც ერთმანეთის მიყოლებით ევროპული ქვეყნები აცხადებენ, რომ ისინი გაზრდიან დაფინანსებას, გამოყოფენ თანხებს, იყიდიან ამერიკულ იარაღს და დააგზავნიან ამ იარაღს უკრაინაში და კონკრეტულ სისტემებს და კონკრეტულ შეიარაღების ტიპებს ასახელებენ. იქ საუბარი იყო ბევრამ ეს რაღაც გაურკვევლად ამბობენ ისიც, იმიტომ რომ ეხლა აი ამ ფონზე როცა ეს შეთანხმება შედგა მნიშვნელოვანია მათ შორის ამ შეთანხმების მნიშვნელობის ილუზორული გაზრდაც, მასშტაბების უფრო დიდ მასშტაბში დახატვაც და იქ საუბარი იყო ტრამპი გამოდიოდა და 17 პატრიოტს მივაწვდი უკრაინასო და გაურკვეველი იყო რაზეა საუბარი, 17 ბატარეაზეა საუბარი თუ 17 გამშვებზე სულ, ანუ ერთ ბატარეაში არის 6-დან 8 გამშვებამდე და 17 ბატარეაზე თუა საუბარი, ეს კოლოსალური რაოდენობაა და 17 გამშვებზე თუა, ეს არ არის ცოტა, 2 ბატარეაა, 17-იან, 2-ან 3, იმიტომ რომ 6-დან 8 გამშვებამდეა. თითო ბატარეაში ეს არ არის ცოტა, მაგრამ ეს ბევრად ნაკლებია ვიდრე 17 და სპეციალურად მე ეს ხო თქვა ტრამპმა და აღარ აკონკრეტებდნენ რაღაც ვარაუდებს იძახდნენ, არა მე მგონი ბატარეაა და მე მგონი გამშვებია და საბოლოო ჯამში გაირკვა რომ იქ საუბარი იყო გერმანიის შეიარაღებაში არსებული 2 ბატარეის გადაცემაზე და მე ამის ნაცვლად ამერიკა მიყიდის კიდევ 2-ს რომ ჩაანაცვლოს ის მანამდე არსებული უკრაინისთვის გადაცემული ბატარეები. მაგრამ თვითონ ის ფაქტი რომ დაიწყეს ახლა კონკრეტულ გერმანია გადაცემს 2 ბატარეას, იქ სხვა ქვეყნები მზაობის დემონსტრაციას ახდენენ, ეს არ არის მცირე დახმარება, თან ეს მხოლოდ პატრიოტებზე კი არ არის საუბარი, სხვადასხვა ტიპის შეიარაღებაზე, რომლებისთვისაც ევროპულმა ქვეყნებმა უნდა გამოყონ თანხები, ამერიკული შეიარაღება იყიდონ, რასაც ტრამპი კონკრეტულ ფინანსურ ბენეფიტად გაასაღებს თავის ამორჩეველზე, რომ ჩვენ ახლა ჩვენსაც არა თუ არ ხარჯავთ.
ჩვენს საწარმოო კომპლექსებს თანხებს ჩაურიცხავენ, ევროპელებს ვართმევთ თანხებს, ჩვენ შეიარაღების წარმოებლებს ვამდიდრებთ და ამ იარაღს ვაგზავნით და ყველა კმაყოფილია. კი, ეგ მართლა ამერიკისთვის, ანუ პრინციპში ლოგიკაც იკარგება. მათ შორის ტრამპისტი ამომრჩევლებისთვის ეფექტური ლოგიკა რატო არ უნდა გააკეთოს ეს ტრამპმა. ამიტომ ერთი რომ ეგ იმ პირობებში როცა წარუმატებელი აღმოჩნდა რუსეთთან დაალაგების და რუსეთის ზავამდე მიყვანის ტრამპისეული გეგმა, მან საკმაოდ ეფექტური გამოსავალი მოძებნა და მათ შორის ეფექტური გამოსავალი იქიდან გამომდინარე, რომ მათ შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ამ ბოლო კვირების განმავლობაში და შეთანხმებას მიაღწიენ, რომ ნატოს ქვეყნები გაზდიან საკუთარი სამხედრო ბიუჯეტების ოდენობას 5%-მდე მთლიან შიდა პროდუქტის და მე არარეალური მგონია 5%-მდე გაზდა ამ ბიუჯეტების, მაგრამ რომ გაზრდიან, ეგ როგორც ჩანს გარდა აშკარა ფაქტია, რაც ნიშნავს იმას, რომ ტრამპმა აიძულა ევროპა გახდეს უფრო თვითკმარი, უფრო აქტიური და უფრო გაბედული საკუთარი სამხედრო მოთხოვნილებების უზრუნველყოფის კუთხით. მათ შორის ეს ერთ წელიწადში არ მოხდება, ამას დრო დაჭირდება, მაგრამ მათ შორის გაზარდოს ბიუჯეტიც, სამხედრო ბიუჯეტებიც და გაზარდოს საწარმოო სიმძლავრეებიც და იქ საუბარია, რომ ევროპის ქვეყნების ჯამური სამხედრო ბიუჯეტის ოდენობა უნდა გაცდეს 800 მილიარდ ევროს, რაც ფაქტიურად ამერიკის სამხედრო ბიუჯეტის ტოლფასია, ეს არის დიდი თანხა და რაც რისი მნიშვნელოვანი ნაწილიც ალბათ თუ მანამდე გაძლო უკრაინამ და ომი გაგრძელდა, მნიშვნელოვანი ნაწილიც ახლა არაცხადია 400 არანახევარი, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილიც მიემართება უკრაინის დახმარებას. ამიტომ თუ ეს პროცესი გრძელდება და როგორც ჩანს ასე მიდის, სავარაუდოდ ჩვენ მივიღებთ უფრო აქტიურ ევროპას დროთა განმავლობაში, დრო დაჭირდება, მაგრამ ევროპას მოუწევს უფრო გააქტიურება და ევროპას მოუწევს უფრო თვითკმარი სამხედრო სისტემის ფორმირება და მეტი ფულის გამოყოფა ამ კუთხით და მოუწევს უფრო დამოუკიდებელი და უფრო აქტიური საერთაშორისო გეოპოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა. ანუ მივიღებთ უფრო გარკვეულ თვალსაზრისით აგრესიულ ევროპასაც, უფრო ქმედუნარიან ევროპასაც. უკრაინასთან მიმართებაში ეს ნიშნავს, რომ ომი მალე არ დამთავრდება. ეგ ჩვენ არ ვიცით, ამას ამ ყველაფრის ამ მანქანის ახალი ევროპული რაღაცა ფორმაციის მიღებას დრო დაჭირდება, იქ ჩვენ არ ვიცით უკრაინას რა მარაგები ახლა აქვს და რა რესურსები აქვს. მაგრამ სავარაუდოდ დიდი ალბათობით ომი გაიწელება, ალბათ წლებიც. მაგრამ საბოლოო ჯამში მე არ მგონია, რომ ეს დინამიკას, ომის ფრონტზე დინამიკას მნიშვნელოვნად იმ გაგებით შეცვლის, რომ ევროპის და დასავლეთის უფრო მეტი გააქტიურების კვალად რუსეთის რესურსებიც ამ ომში მზარდია, რუსეთის საწარმოო სიმძლავრეებიც ამ ომში მზარდია და მათ შორის ჩინეთიც, რომელმაც გააკეთა მინიშნებები, რომ თუ დასავლეთი აქტიურდება, ჩვენი კავშირიც რუსეთთან უფრო მჭიდრო გახდებაო და მანამდე გაკეთა განცხადებები ევროკავშირის მაღალჩინოსნებისგან გამოვიდა ეს ინფორმაცია, რომ ჩინეთში და კულუარულ შეხვედრაში ჩინეთის წარმომადგენელმა თქვა, რომ ჩვენ ვერ დაუშვებთ რუსეთის დამარცხებას ამ ომში და ეგ ლოგიკურია, ჩინეთის ინტერესი ამაში არის, ამიტომ რაც უფრო ჩაერთვება დასავლეთი აქტიურად, გულისხმობს, რომ ჩინეთ-რუსეთის კავშირი და მათ შორის ჩინეთის მხრიდან დახმარებაც რუსეთისთვის გაიზრდება იმდენად, რამდენადაც ეს საჭირო იქნება. ჩვენთვის ყველა შემთხვევაში ეს ნიშნავს საფრთხეების ზრდას. უფრო აქტიური ევროპა ნიშნავს ჩვენზე მოწოლის გაზრდას, უფრო აქტიური დასავლეთი ნიშნავს ჩვენზე მოწოლის გაზრდას. მათ შორის უფრო სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას, მათ უფრო აქტიურ შევიწროებას და იძულებას, რომ ავირჩიოთ მხარე.